აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ატარებთ ზაფხულის ცხელ დღეებს, ისვენებთ თუ ჩემსავით სოფელში მუშაობთ და უვლით ბაღბოსტანს. დღეს მინდა პატარა ვიდეო ჩავწერო ჩემი ბოსტნის შესახებ და დაგათვალიერებინოთ ეს ადგილი. სულ ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული, აქ პატარა კოფე ზონა მინდა რომ მოვაწყო, ჯერ არ არის დასრულებული. ფისო ყოველთვის ჩემთან არის, სადაც წავალ უკან დამყვება და აი ასე კოტრიალობს. ეს არის ჩემი პაწაწუნა ბოსტანი, სადაც მიდგას რამოდენიმე ძირი, კიტრი და პომიდორი. აი კიტრები აი ასეთები არის. ეს ერთი კიტრი, როგორც ჩანს, დამემალა გუშინდა, ვერ მოვწყვიტე, მწნილს ვაკეთებ ძირითადად, გარდა იმისა, რომ მივირთმევთ. აი ასეთ პატარებს ვკრეფავ და პატარა 9 ლიტრიან ბანკებში ვაკეთებ ხოლმე. წნილს დღეს საღამოს კიდევ დავკრებ და გავაკეთებ. როგორ ვამზადებ წნილს, უკვე მაქვს ვიდეო ამაზე ჩაწერილი და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მოძებნოთ ჩემს არხზე. შემამჩნია რომ ფოთლები გაუყვითლდა, არ ვიცი რისი ბრალია, ან ზედმეტი მორწყვის ან რაღაც დაავადება არის და ამას დღესვე აუცილებლად უნდა მივხედოთ. აი ასე გემრიელად ყვავის და ნახეთ ფუტკრებიც მიირთმევენ გემრიელ ნექტარს ჩვენი კიტრის ყვავილებიდან. გარდა კიტრისა მაქვს ასევე როზმარინის 2 პაწაწუნა ბუჩქი. აი ასე პატარებია ჯერ. და მაქვს კიდევ მწვანილები. ყველა მწვანილი თითქმის ეს წიწაკა არის, მაგრამ რატომღაც ქინძი და კამა წელს არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ეს არის უეკლო მაყვალი. წელს პირველად გამოისხა ესეთი მსხვილი ნაყოფი, მეორე წელია, რაც დაავრგე და შარშან თითქმის არ ქონდა. წელს დაისეტყვა კიდეც, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურება სეტყვის შემდეგ. აი ასეთი მსხვილი მაყვლები აქვს. მართალია ველური მაყვალივით გემრიელი, აი ესეთ სხვანაირი არომატი აქვს, იმას არ არის, მაგრამ რაც არის კომპოტს ვაკეთებ ხოლმე და ძალიან მიყვარს მე პირადად. აი ასეთები არის ჩვენი უეკლო მაყვალი. სხვადასხვა დროს მწიფდება, ანუ ერთდროულად არ მწიფდება. რაღაც ნაწილი მომწიფდება, შემდეგ ნაწილი და აი ასე ცოტ-ცოტას ვკრებ და თუ არ შევჭამთ, მაშინ კომპოტს ვაკეთებ. ეს ჩემი შვილის სახლია, მშენებლობის ვიდეოები მაქვს დადებული ამ არხზე. ეს ლევანდელი არის და ნახეთ როგორი წვრილი ნაყოფი აქვს. მომავალ წელს უკეთესი იქნება. ესეც თვითონ ამობრძანებული საზამთრო, ალბათ თესლი ჩავარდა სახლის წინ და რამოდენიმე ძირი ამოვიდა. რა თქმა უნდა, უვლი და ვნახოთ როგორი იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ, დროებით, გემშვიდობებით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.